ეს ამას ვინც ვერ ხედავს ის მართლა თვალებს იბრმავებს. ეხლა კიდევ ერთხელ მინდა სახალხო კრებას დაუბრუნდე, კიდევ ერთხელ მოუწოდო რეალურ ოპოზიციურ ძალებს, რომელიც არც ისე ბევრია სამწუხაროდ, რომ დადგეს თავისი ხალხის გვერდით და ყველანი ერთად დავდგეთ და შევეხიდოთ ამ იდეას, რასაც სახალხო კრების იდეა ჰქვია, ერთობლივად ვიმსჯელოთ, როგორ განვახორციელოთ ეს იდეა და ნამდვილად შემიძლია გითხრათ, ხალხსია დამოკიდებული, როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები. ჩვენ სახალხო კრების ინიციატორები და მხარდამჭერები მზად ვართ ყველა დაკვეთა ხალხი შევასრულოთ, მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ქვეყანა კიდევ უფრო უარეს უბედურებაში არ გადაიჩეხოს, რომ ამ ქვეყანას პერსპექტივა გაუჩნდეს, იმიტომ რომ დღეს ქვეყანას პერსპექტივა არ აქვს და მე ნამდვილად მინდა მენდოს ამ ნაწილში მაინც საზოგადოება, ჩემი დიდი საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, მე ძალიან ბევრ რამეზე კიდე ღიად არ ვსაუბრობ, რაც საერთაშორისო არენაზე და საერთაშორისო, ასე ვთქვათ, მიმართულებით ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს ეხება, იმიტომ რომ ისეთი გადაწყვეტილებების მიღება ხდება ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან. რას გულისხმობთ კონკრეტულად? ერთი იყო თუნდაც იგივე ჩეჩნეთთან და ჩრდილო კავკასიასთან მიღებული გადაწყვეტილება, სხვა არის სხვა უახლოეს ქვეყნებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. თქვენ გამოეხმაურეთ ჩვენს ეთერში ირაკლი ოქრუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ხელისუფლებაში ყოფნისას ის ყოველთვის წინააღმდეგი იყო ჩეჩნებისთვის ტრანზიტის გახსნის და ინგუშების ქართულ სამხედრო ბაზებზე მომზადების და განაცხადეთ, რომ ამ ინფორმაციას უნდა მოყვეს გარკვეული რეაგირება. რას გულისხმობთ ქალბატონო? არა, იცით რა, ეს არის უმნიშვნელოვანესი განცხადება, როდესაც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი იმ დროისათვის და ყოფილი თავდაცვის მინისტრი აკეთებს ამ ტიპის განცხადებას, როგორ შეიძლება რომ ამას არ გამოეხმაუროს თუნდაც ხელისუფლება ან არ უარყოს, არ დაადასტურებს ფაქტია, მაგრამ უარყოს მაინც ის განცხადებები, რომელიც ბატონმა ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა. ეს არის მსგავსი ინფორმაციები. მე არ მქონდა კონკრეტული ინფორმაცია სამწუხაროდ, ბუნებრივია ხა ამ თემებზე ჩემთან არავინ არის საუბრებდა და ეს გარკვეულწილად გასაგებიც არის, მაგრამ ეჭვი ამასთან დაკავშირებით მე მქონდა ხოლმე და დროდადრო ამ თემებზე საუბარი იყო, მაგრამ ხომ არ აზიანებს მსგავსი სახის განცხადებები თუნდაც ყოფილი ჩინოსნებისგან სახელმწიფო ინტერესებს ქვეყანას. არა, რას ნიშნავს უკაცრავად სახელმწიფო ინტერესებს? უპირველეს ყოვლისა აზიანებს საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები. და მე დარწმუნებული ვარ, ეხლა მე დიდი ხანია არ მქონია საუბარი ბატონ ირაკლი ოქრუაშვილთან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მან ეს განცხადება გააკეთა პრევენციისათვის და არა ქვეყნის ინტერესების დაზიანებისათვის. თუმცა ამას მოყვა რამზან კადიროვის განცხადება იმის შესახებ, კვლავ ბრალდებები იმის შესახებ, რომ საქართველოში ჩეჩენ-ბოევიკებს ამზადებენ. კადიროვის განცხადებები უპირველეს ყოვლისა მოყვა სააკაშვილის ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას ცალმხრივად ვიზების გაუქმების შესახებ. და როდესაც ესეთი ნაბიჯები იდგმება ხელისუფლების მხრიდან, ეკა იცით რაშია საქმე? მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა პოლიტიკოსმა და ნამდვილად თავისი ქვეყნის პატრიოტმა ტალეირანმა ასეთი რამ თქვა, რომ ყველა ერის მომენტში ცხოვრებაში შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც საკუთარი თავრობისათვის ღალატი პატრიოტის უდიდესი მოვალეობა გახდება იმისთვის, რომ ქვეყანა გადაარჩინოს. ანუ ეს არის თავრობა და არა ქვეყნის ქვეყანა სხვადასხვა რამ არის და იმისთვის, რომ შენი ქვეყანა გადაარჩინო, ხანდახან და ზოგიერთ კრიტიკულ შემთხვევაში შენ მოგიწევს, რომ შენი ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოლო. ხელისუფლება, რომელიც ღუპავს ქვეყანას, უნდა მოაშორო ხელისუფლება, ეს ხელისუფლება ქვეყანა სანამ ბოლომდე არ გადაუჩეხივართ ჩვენ ამ ხელისუფლებას. თუმცა მეორე მხრივ თუ არის ისეთი სიტუაცია, რომ ანუ გარკვეული განცხადება აზიანებს ხელისუფლებას, მაგრამ პარალელურად სახელმწიფოსაც, პარალელურად ქვეყანასაც. ამ შემთხვევაში ოპოზიციონერმა როგორი გადაწყვეტილება ძალიან ძნელია ამ გადაწყვეტილების მიღება და მე პირადად ამ დილემის წინაშე დავდგარ ძალიან ხშირად ხელისუფლებაში ყოფნის დროს. როდესაც ზუსტად ბევრ შემთხვევაში გავჩუმებულ ვარ, იმიტომ რომ არ დამეზარალებინა ქვეყნის ინტერესები და არ დამერტყა, არ დავარტყი ძალიან ხშირ შემთხვევაში ხელისუფლებას და არ ამოვიღე ხმა, იმიტომ რომ ჩავთვალე, რომ ამით ქვეყნის ინტერესი დაზიანდებოდა. ზოგ შემთხვევაში ეს იყო გამართლებული, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან შეიძლება ვთქვა, რომ იქნებ ჯობდა, რომ მაშინ ამომეღო ხმა და მაშინ მეთქვა, იმიტომ რომ ვუხსენდებოდი რა. არ ვიცი. ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ეს შედეგებიდან გამომდინარე დგება, იმიტომ რომ მე ყველაზე მეტად უფრთხოდი იმას, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში. უამრავ რაღაცაზე გავჩუმდი, იმიტომ რომ არ მომხდარიყო ეს, იმიტომ რომ მე მქონოდა შესაძლებლობა რომ ხელისუფლებაზე ბერკეტები შემენარჩუნებინა ზემოქმედების და ქვეყანა არ ჩართულიყო სისხლისღვრელ ომში. მაინც მოხდა ეს. იქნებ ჯობდა რომ უფრო ადრე შემეკვეცა ფრთები ამ ხელისუფლებისათვის, უფრო ადრე დამერტყა მათთვის და არ მისულიყო საქმე იქან. ვერ გეტყვით, შეიძლება ვერც ამეცილებინა ეს თავიდან. ამიტომ ეს დილემა ძალიან რთული გადასაწყვეტია და აქ როდის არის ესე ვთქვათ, სწორი გადაწყვეტილება და როდის არასწორი, ამას მხოლოდ ისტორია განშის, მაგრამ ადამიანმა მაინც
გარკვეული რისკი უნდა გაწიო, ეს რისკი არის დღეს, რომელსაც ჩვენ თითოეული პოლიტიკოსი, ვინც ვებრძით, მაგრამ უნდა მოხდეს თუ არა იმის გათვლა, რომ რისკი არ იყოს ეს ქვეყნისთვის. არა, ბუნებრივია, ეკა ხა მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ჩვენ როდესაც თუნდაც დაუშვათ ჩარშანდელი აქციების დროს არ მივიღეთ ცალკეული გადაწყვეტილებები, არ მივიღეთ იმიტომ, რომ ერთი იყო განხეთქილება ოპოზიციაში, მაგრამ მეორე მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ერთი ჩემი სიტყვა იქნებოდა საკმარისი, ან რომელიმე ესე ვთქვათ, ოპოზიციური პარტიის ლიდერის ერთ-ერთ კრიტიკულ სიტუაციაში, რომ ხალხი კონკრეტულ შენობაში შევარდნილიყო, მაგრამ ეს იმ დღეს დამთავრდებოდა უზარმაზარი სისხლისღვრით. და ესეთი პასუხისმგებლობის აღება ძალიან ძნელია საკუთარ თავზე და მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა სხვა ერთ წინადადებას ვთქვი ძალიან აშინებს ჩვენი ხელისუფლება და ხანდახან ამაზე ესე ვთქვათ ემოციური განცხადებებიც ასხამს წყალს რომ აი სისხლისღვრა დესტაბილიზაცია არაფერი ამდაგვარი არ იქნება თუ 100,000-ობით ადამიანი გამოვა ქუჩაში თიც ვერ გაანძრევს ეს ხელისუფლება და იძულებული გახდება რომ ხალხის ხმა გაიგონოს. ოღონდ ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მართლაც 100,000-ობით ადამიანი დადგება ფეხზე და იტყვის რომ მათ უნდათ რომ ჩვენ შვილებს პერსპექტივა ჰქონდეთ ღირსეულ საქართველოში ცხოვრების. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი იყო ნინო ბურჯანძე, გადაცემაში რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ პატა ზაქარიაშვილთან ერთად დავბრუნდებით ეთერში. თქვენ უყურებთ პირდაპირ საუბარს, ჩვენი სტუმარია პატა ზაქარიაშვილი, ბატონო პატა, მოგესალმებით პირდაპირ საუბრის სტუდიაში. გამარჯობა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აფხაზეთიდან ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20-მდე აფხაზი გადმოვიდა, მათ შორის უმრავლესობა არის სოხუმიდან, განკრინიდან და გუდაუთიდან. არიან ქალები და ბავშვებიც. თუ შეგიძლიათ თქვენც დაადასტუროთ ის ინფორმაცია, რამდენად რეალურია? არა, მე არ შემიძლია დავადასტურო ინფორმაციას, რომ ამ დღეებში გადმოვიდნენ, მაგრამ ზოგადად ჩვენთვის ცნობილია, რომ ბოლო ვთქვათ ასე ერთი წლის განმავლობაში რამოდენიმე ოჯახი, 4-5 ოჯახი სულ ცოტა ნამდვილად გადმოვიდა ქართულ მხარეს და დაფუძნდნენ ქართულ ტერიტორიას, საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, მიიღეს რაღაც გარკვეული კომპენსაციები საქართველოს ხელისუფლებისგან და მეტნაკლებად უკეთესად ცხოვრობდნენ აფხაზეთში. რატომ მოდიან ისინი აფხაზეთიდან? მაგალითად, მამუკარეშიც აცხადებს, რომ ორმა ადამიანმა პოლიტიკური მოსაზრებით დატოვა აფხაზეთი, რადგან მიაჩნიათ, რომ რუსები აფხაზეთში ისე იქცევიან, როგორც ოკუპანტები. ბევრი ასე ამბობს. პოლიტიკური მოტივებია, სოციალური. მე ვისაც ვიცნობ, მართლა 4-5 ოჯახი ვიცი და გამიგია, ათობით არ გამიგია ნამდვილად, რომ ისინი ამბობენ, ხარ ვიცი, ასეა დავალებული თუ მართლა გულწრფელად ლაპარაკობენ, რომ მათთვის პოლიტიკურად მიუღებელი ის რეჟიმი, რაც არის აფხაზეთში. ვისგან უნდა იყოს დავალებული? ჩვენი ხელისუფლება. მე არ გამოვიცხოვ, რომ მათთან მუშაობენ ჩვენები, რათა გამოიყვანონ, რა თავისთავად ამ საბჭოთა სისტემა ძველებური, როცა გამოყავდათ ფულს უხდიდან. ჩემი აზრით, თუ მართლა არის აფხაზეთში პროქართული ელემენტები, რაც ეს ადამიანები გადასტურებენ, ჯობია რომ აფხაზეთში უყავდეს. და რაკეთ? ანუ პრაქტიკულად ჩვენ აფხაზეთს ვცვლით ისედაც მწირი რესურსებისგან, რომელიც არის იქ რომელშია დაფუძნდეს. რამდენად რეალურია, რომ გუდაუთაში ვთქვათ, ქართული უშიშროება აფხაზურ ოჯახებთან მუშაობს. უშიშროება უსწრებელი, ჩადიან მეზობლები, თავაზობენ სახსრებს, ფულს, საქართველოს უკეთეს პირობებს. ეს ხო ახალი არაფერი არაა. სანაკოევის რო გაიხსენო სანაკოევის პროექტი, როცა ხურთაში იმყოფებოდა, მაშინ ააშენეს რამოდენიმე корпуსი და რამოდენიმე ოჯახი გამოიყვანეს. ხო, საინტერესო იქნება თქვენ თუ გაიკითხებთ, ჩვენ ჟურნალისტებს თუ გაიკითხებთ, რა ბედია შემდეგ ამ ოჯახებს. იმიტომ რომ მათ ჰქონდათ უკეთესი პირობები ვიდრე ქურთის ცხოვრებლებს, ჰქონდათ უფასო ინტერნეტიც კი ჰქონდათ, როცა არაფერი ჩაჭერდებოდათ ქურთაში უფასო ინტერნეტი. ესაც კი ჰქონდათ. ანუ 1000-ჯერ უფრო უკეთესი პირობები შეუქმნა. თქვენ გაქვთ ინფორმაცია მათი ბედის შესახებ? მე ვიცი რომ ვერ დაბრუნდნენ, რომ მოღალატებად არის გამოცხადებული და ვერ დაბრუნდნენ, მაგრამ უგის პირობები აღარ აქვს, რაც ჰქონდათ მაშინ, რათა ეს იყო საჩვენებელი ვიტრინა ცხინვალისთვის და ჯავისთვის, აი როგორ განცხოვრობენ ოსები ქართველების, თქვათ ასე, ქართველების დახმარებით. ამიტომ მე მგონი რომ ამ რაც ახლა ხდება, არ ვიცი ამდენ ადამიანი გადმოვიდა, მაგრამ თავისთავად ეს მისასალმებელი ნამდვილად არ არის. ზოგადად კარგია რომ ვიღაცები პრაქართველები არიან, მაგრამ ისინი აფხაზეთში გვჭირდება ესეთ ადამიანები ჩვენ და რა აქეთ. ჩვენ პრაქტიკულად ვცლით აფხაზეთს პროქართული ელემენტებისგან, რომელიც მომავალში საჭირო დაეფუძნოს საქართველოს როგორც სახელმწიფო, იმიტომ მათ უკან ჩასასვლელი არ აქვთ. ეს ყველა ცხადდება მოღალატეს ადამიანები და ჩვენთან გროვდებიან ამ კატეგორიის ადამიანები. ჩვენთან თავშესაფარს ეძებიან, რაც ნორმალურია და ჩვენ უნდა მივცეთ თავშესაფარი, რა თქმა უნდა, მაგრამ ვინ რჩება აფხაზეთში? ეს ხო მართლა თითოეულ ადამიანია. ჩვენთან გადმოვა 10 ადამიანი, ამ დროს აფხაზი თქოს, ჩვენ სამაგოს 65,000 კაცი ცხოვრობს გალის რაიონში. ისინი ამბობენ, ეს გალელები ამბობენ, რომ მათ უჩემნიათ გალში ცხოვრება იმ რეჟიმში, აუტანელში და მიუღებელში, მაგრამ იქ ჯოუჩემნიათ ვიდრე მაგალითად საქართველოში, იმიტომ რომ აქ უარესი პირობებია. რამდენი ქართველი მის რუსეთში.
ხო? დამდი ქართული ოცნებას რუსულ პასპორტზე. თუმცა გალით საქართველოს აბადნობა. მაგრამ ამ შემთხვევაში აფხაზები თვლიან, რას ამბობენ აფხაზები. ანუ თუ თქვენ თვლით რომ ითვლით ხალხს თითებზე რომ მაგალითად რამდენი ადამიანი გადავიდა თბილისის მაგალითად იურისდიქციის ქვეშ, მაშინ ჩვენ თვლით რომ აი ჩვენთანაც რამდენი ადამიანებია. ამიტომ ეს წუწაობა ზოგადად არასწორი პოლიტიკაა. რომ ჩვენ მართლაც მიმაჩნია რომ აფხაზებში არის ადამიანები, ვინც თვლიან რომ ქართველებთან და საქართველოსთან საჭირო არის უფრო მჭიდრო კონტაქტები. ამ ფონზე ჯობია რომ ამ ადამიანებს იქ დავეხმაროთ. კარგით, ბატონო, დრო არც ისე ბევრი გვაქვს, მინდა მთავარ თემას დაუბრუნდეთ ჩვენი საუბრის, ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უკვე საქართველოს ხელისუფლება, კერძოდ კი რეინტეგრაციის სამინისტრო დაარეგულირებს და გააკონტროლებს იმ არასამთავრობოების მუშაობას, რომლებიც საქმიანობას ეწევიან ოკუპირებულ რეგიონებში. თქვენ ამას უწოდეთ საკონტროლო გასროლა, რატომ? იმიტომ რომ საბოლოოდ ასრულებს საერთაშორისო და დემოკრატიული სახელმწიფოების მონაწილეობას და ჩართულობას კონფლიქტურ ტერიტორიებზე, რათა განახორციელონ მათ სამოქალაქო რაღაც გარკვეული პოლიტიკური და სამოქალაქო პროექტები, რათაც ხელი შეუწყონ ადგილზე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას და დემოკრატიზაციის ჩამოყალიბებას. ეს რა თქმა უნდა შემაშფოთებელია, იმიტომ რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ეს არ არის რუსეთი, ჩვენი მეგობარი ქვეყნები, ჩვენი მეგობარი ორგანიზაციები, ევროკავშირი ხარჯავდნენ სერიოზულ თანხებს, რათა იქ შეექმნათ პირობები დობის აღდგენისა. უწყობდნენ ხელს აფხაზების გამოხედვას მაგალითად ევროპისკენ და საქართველოს საშუალებით ევროპისკენ რაღაც გარკვეული ქონოდა რაღაც მოლოდინები. ყველა ეს საზოგადო მთელი ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომ დღეს არიან აფხაზეთში და გარკვეულწილად ჰქონდათ კონტაქტები საერთაშორისო ორგანიზაციების საშუალებით სოფლიოსთან და მათ შორის ქართულ მხარესთანაც, ყველა ეს ხალხი რჩება დღეს უკვე სახსრების გარშემო. რა არის ხელისუფლების მიზანი თქვენი აზრით? მაგალითად, თემური იაკობაშვილმა ჩვენს ეთერში განაცხადა, რომ ამ ახალი რეგულირებით მთავრობა სურს მაქსიმალური შედეგი მიიღოს ყველა იმ პროექტებიდან და პროგრამებიდან, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხორციელდება. ეს არის მიზანი თქვენი აზრით? მიზანი არის ეს განცხადებული მიზანი, ეს არის და რა არის ნამდვილი მიზანი თუ რა დგას ამის უკან? ნამდვილი მიზანი ჩემი აზრით, რაც მე უყურებ 2006 წლის შემდეგ როგორ იქცევა ხელისუფლება, ანუ 2006 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ, როცა კოდორში შევიდნენ, იქიდან მოყოლებული, მე ვხედავ რომ ჩვენი ხელისუფლება აი რუსები ვერც კი იოცნებებენ ისე კარგად თავაზობს მათ რუსულ ინტერესების რეალიზაციას. პრაქტიკულად ჩვენმა ხელისუფლებამ ამით აუგზალა საერთაშორისო ორგანიზაციებს იყვნენ ნეიტრალურები. აუგზალა საერთაშორისო ორგანიზაციებს იყვნენ მიუკერძოებლები და ხდებიან ქართული პოლიტიკის ნაწილი. ამდღეს როგორ იყო? იყო საერთაშორისო ორგანიზაცია ქუდი და ისინი თავაზობდნენ ქართულ და აფხაზურ მხარებს კონფლიქტში პროექტებს. თუმცა ისინი მე მგონი მაინც ქართული მხარის გავლით მონაწილეობდნენ. კი, მაგრამ ქართული გავლით მონაწილეობდნენ, მაგრამ ორხრევი პროექტები იყო და ისინი არ იყვნენ რომელიმე მხარის პროექტი. იყო თავის მხარის პროექტი, იყო მესამე მხარეს გამოდიოდნენ, რომლებიც თავაზობდნენ, მაგალითად აფხაზეთში თვლიდნენ, რომ მაგალითად არა მარტო ქართული მხარის გავლით ხდებოდა პროექტები, არამედ აფხაზური მხარის გავლით, იმიტომ რომ როგორც ეს ორგანიზაციები ატყობინებდნენ ხელისუფლებებს ადგილზე, როგორც საქართველოს ხელისუფლებას, დე-ფაქტო ხელისუფლებას აფხაზეთში, რომ ისინი ახორციელებდნენ ამათოიმ პროექტს. შეტყობინებს იქით არ მიდიოდა არანაირი ღონისძიება, არანაირი რეგულაცია არ ხდებოდა, არავითარი. ეს რა იქნება ხელშემშლელი ფაქტორი? ხელშემშლელი იქნება, რომ ეს პროექტები ხდება ქართული პოლიტიკის ნაწილი. მათ შეაქვს ჯერ განაცხადი საქართველოს მთავრობაში, ამ შემთხვევაში რეინტეგრაციის მთავრობაში, რეინტეგრაციის სამინისტროში და ისინი 21 წლის განმავლობაში, მნიშვნელობა აქვს რამდენი ხნის განმავლობაში პასუხობენ მათ მოსწონთ თუ არ მოსწონთ ეს პროექტი, ან თავაზობენ რაღაც ცვლილებების შეტანას. ანუ რეინტეგრაციის სამინისტროს ექნება საშუალება, რომ რომელიმე საერთაშორისო NGO-ს დაუბლოკოს ასე ვთქვათ, წერია კიდევ ვიდექტორ უარის პოზიციას კი წერია. ანუ იქ კაფეო წერია, რომ თუ არ შეასრულა ამათ ორგანიზაციამ ესა თუ ის მათი მოთხოვნა, რეკომენდაცია წოდებული, მაშინ ქვია უარის მიღების შემთხვევაში წერია უარის მიღების შემთხვევაში, ანუ უარის თქმის უფლება უკვე აქვს რეინტეგრაციის სამინისტროს, რჩება გამოსავალი სასამართლო. ანუ ისინი თავაზობენ სასამართლოში იყო გადავიდეს დავა, ანუ თვეების და წლების განმავლობაში გადავიდეს დავა და არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამაზე არ წამოვა. ელემენტარულად ვიტყვიან უარს, მაგრამ მათ რო არ თქვან უარი, აფხაზური და ოსური მხარე იტყვის უარს, იმიტომ რომ ისინი თქვენ რომ ეს არის ამდღეს იყო ეს იყო ცალკე მესამე მონაწილე მხარე იყო პროექტებში. დღეს არის ორი მხარე გამოდის. სადაც საერთაშორისო ორგანიზაცია გამოდის ქართული მხარის სახელით. კი ბატონო, ამაში ლოგიკა არის, მაგრამ რაზეა გათვლილი? ამიტომ მინდა დაუბრუნდეთ თქვენ კითხვას, რომელი წარმატებული სახელმწიფო პროექტი განახორციელა სახელმწიფომ 2006 წლის აგვისტოდან მოყოლებულია. კოდორით გვინდოდა საკითხების გადაწყვეტა და კოდორით დავკარგეთ. ახალგორში ჩავატარეთ არჩევნების სანაკოებიც, ახალგორით დავკარგეთ. მოვინდობეთ გალის რაიონში არჩევნების ჩაშლა, კიდევ უფრო დავამძიმეთ გალის რაიონში მდგომარეობა. თუმცა ბატონო იაკობაშვილი აცხადებს, რომ მთავარი არგუმენტი მისი ასეთია, იმ დოკუმენტებში, რომელსაც გამოიყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, დაცული უნდა იყოს ტოპონიმიკა და
არ უნდა ხმარობდნენ ისეთ ტერმინებს, როგორც ლენინგრად, ყვარჩალ და ასე შემდეგ. ჩვენს ეთერში განაცხადა ეს. არა, მაშინ თქვენ ეთერში ხომ მოვიდა, არა, მოიტანო რაღაც 1-2 ქაღალდი მაინც მოიტანო, წაიკითხო.